საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავალთ. MMA-ის მებრძოლმა და პროპაგანდისტული რუსთავეორის ჟურნალისტის ჟანა აკოფაშვილის ქმარმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დაცვის სახელით მოძრაობა დააფუძნა. ხისიერი რეაგირება იქნება სიწმინდეების წინაპრების რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე ნათქვამი იყო გავრცელებულ ანონსში. იურისტები განმარტავენ, რომ მსგავსი შინაარსის მოძრაობის შექმნა ან მასში გაწევრიანება სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართველიშვილი ცოტა ხნის წინ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს უცხადებდა სოლიდარობას და მის მხარდამჭერ კამპანიაშიც მონაწილეობდა. თბილისში 10 აქტივისტი საპროტესტო ბანერების გამო დააკავეს. თავდაპირველად საკრებულოს წინ თორნიკე თოშხუა მივიდა მას ხელში ბანერი ეჭირა, რომელზეც ივანიშვილი უცენზუროდ იყო მოხსენიებული. პოლიციამ თოშხუა ადმინისტრაციული წესით დააპატიმრა. მალევე დააკავეს მის მხარდასაჭერად იმავე შინაარსის ბანერებით ადგილზე მისული სხვა მოქალაქეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავება. უკრაინამ მწუხელ რუსეთის არაერთ რეგიონს 340-ზე მეტი დრონით შეუტია. დაიბომბა ქალაქი ტაგანროგი. დრონები გაფრინდა ბრიანსკის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და პენზის მიმართულებიდან. ცნობილია, რომ ბელგოროდში თავდასხმის სამიზნე გახდა FSB-ს შენობა. რუსეთმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა და იღუპა 2, დაშავდა 13 ადამიანი. გავრცელებული ცნობებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 45 დასახლებულ პუნქტზე 917 დარტყმა განახორციელეს.